გამარჯობა, ვაგზელებ ჩვენ კულინარიულ ვიკენდს და თემას, სოკოს თემას, მიქლიოს თემას და დღეს მოვამზადებ საქონლის სუქს, მიქლიოს соусით, ასე ვთქვათ. მსგავსი არის, როგორც რაც გუშინ მოვამზადეთ, ოღონდ პატარა განსხვავება იქნება, რომ ხუთედ ღვინოს გამოვიყენებთ соусის მომზადების დროს და ვისწავლით, როგორც სწორად შევწვათ ხორცი, რომ არ გამოგვიშრეს და ძალიან გემრიელი იყოს. პირველი რაც უნდა გააკეთოთ, გაითვალისწინოთ, როცა ხორცს ვწვავთ, ყოველთვის უნდა გამოიღოთ სადღაც 1 საათით ადრე მაცივრიდან, რომ ხორცის ტემპერატურა რაც შეიძლება ახლოს იყოს ოთახის ტემპერატურასთან, იმიტომ რაც უფრო ცივი არის, უფრო უჭირს ხორცს შეწვა. ამიტომ ყოველთვის გამოიღეთ 1 საათით ადრე, რომ ხორცი ძალიან ცივი არ იყოს. ტაფა უნდა იყოს გახურებული. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ესეთი გრილის ტაფას ეძახიან, რომელიც აი ამ გრილის ზოლებს მიცემს და არის თუჯის და თუჯი ყოველთვის უფრო კარგად ინახავს ტემპერატურას და ძალიან შესაძლოა, ძალიან კარგი არის ზოგადად თუჯის ტაფები და თუ გაქვთ აუცილებლად სტეიკის ხორცის შეწვის დროს ყოველთვის თუჯის ტაფა გამოიყენეთ. დავასხათ ცოტაოდენი ცხიმი. მოვაყაროთ წიწაკა. ზღვის მარილი ძალიან კარგი არის ხორცის შეწვის დროს. და ესე დავდოთ. მაღალი ცეცხლი გვინდა, რომ უცბად დაიბრაწოს ყველა მხრიდან და მერე დავამთავრებთ ღუმელში და შეწვას, ანუ თავარია რომ ჩვენ მოვასწროთ ყველა მხრიდან სწრაფად დაბრაწვა და მერე ისევ დავამთავრებთ შეწვას ღუმელში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დადებთ ხორცს აღარ შეეხოთ, ანუ სანამ არ დაიბრაწება, სადღაც 1-2 წუთის განმავლობაში, რომ კარგად დაიბრაწოს და მერე ისევ ამოვატრიალოთ. აი ესე. აი ნახეთ, ყველგორი ლამაზი ზოლები აქვს და როგორც კი ყველა მხრიდან დაიბრაწება, ეგრევე კარგად გახურებულ ღუმელში 200 გრადუსზე სადღაც 10 წუთი, 15 წუთი გააჩნია როგორი შემწვარი გინდათ. მე გასწავლებ რამოდენიმე გადაცემის წინ თუ როგორ უნდა შეამოწმოთ ხორცი, როგორი მომზადებულია, ანუ აი ძალიან მარტივი მეთოდია ხელის. ეს არის უმი, ანუ rare, ასე ვთქვათ, მერე არის medium-ზე ცოტა უფრო ნაკლებად შემწვარი, medium-ი და კარგად შემწვარი. ანუ თქვენი შეგრძნება ზუსტად უნდა იყოს მსგავსი როგორც ხორცის დადება იქ. თავებით ამოვატრიალოთ. ამასობაში გავახუროთ ჩვენი ტაფა, რომ შეუბრაწოთ სოკო. თითქმის მზად არის. ანუ ჩვენ რატომ ვწავთ ყველა მხრიდან რომ იბრაწება, წვენი, ასე თქვა, ეს აღარ გამოდის და ხორცი სტეიკი უფრო წვნიანი რჩება. აი ესე, ყველა მხრიდან შევუბრაწეთ. ცოტა ზეთი. და აი ნაწილი სოკო, რომელიც ჩვენი, ასე თქვა, გარნირი იქნება. და ეს მზად არის. ახლა შეგვიძლია პირდაპირ ღუმელში გამოვაწყოთ. აი ესე შევწვათ ჩვენი სოკო. ეს იქნება ჩვენი გარნირი. ხოლო ახლა გავაკეთოთ соуსი. აი ეს ცოტა დავჭრათ ცოტა წვრილად. რაც გვაქვს. ახლა დავიწყოთ. აი ესეთი მრიელი соуსი გამოყვება. და მეტი ზეთი, იმიტომ რომ სოკო იწოვს ცხიმს ძალიან მარტივად.
თითქმის შეიწვა, ცოტაოდენი მარილი, ზღვის მარილი და შავი წიწაკა. ეს არის ჩვენი გარნირი, რასაც გვერდზე გადავდებთ და დაუბრუნდეთ соуს, კარგად დაუბრაწოთ. კარგად რომ დაიბრაწება, აი ხედავთ უკვე კარგი კარამელიზაცია გაუკეთდა, გავუკეთოთ თეთრი ღვინო. და დაველოდოთ სანამ ეს ალკოჰოლი აორთქლდება. ძალიან გავს ეს соуსი გუშინდელს, გუში რომ გავაკეთეთ პასტისთვის. უბრალოდ ცოტა წვრილად არის დაჭრილი და ძალიან კარგი არის არა მარტო ხორცისთვის, ასევე ძალიან გემრიელია ქათმის მკერდთან, ძალიან გემრიელია თევზთანაც. ყველაფრისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ. და როგორც კი ალკოჰოლი აორთქლდება, ეგრევე დაუმატებთ ცოტა სოია соуს. ეს სოია соуსი ამ შემთხვევაში ჩვენთვის მარილია, მარილს აღარ უმატებთ. ცოტა ჩილის. აი ესე და წამოვადუღებთ. და რა თქმა უნდა, ნაღები, შეგიძლიათ ნაღები აღარ გაუკეთოთ, უკვე ეს თქვენ გემოვნებაზე არის. ან ცოტაოდენი კარაქი, იმიტომ რომ კარაქი ზუსტად აი ამ სიმძიმეს აძლევს, ვისაც კარაქი არ უყვარს, შეუძლია ნაღები გააკეთოს, ან უბრალოდ ცოტა სახამებელი რომ გაასქელოთ და აი ეს სიმძიმე მიცეთ ამ соуს. სულ ცოტაოდენი ნაღები. შვენიერი კონსისტენციის соуსი გამოგვევიდა. ფერადი წიწაკა. განსაკუთრებული არომატი აქვს ამ ფერად წიწაკა, შეგიძლიათ ასევე შავი წიწაკაც. ზუსტად 10 წუთში შვენიერი соуსი მოვამზადეთ. სადღაც 7 წუთის მერე შეგვიძლია რომ დავადოთ ხორცს კარაქი, ეს კარაქი უფრო დაარბილებს და აი ძალიან კარგ არომატს მიცემს. უკვე თვითონ ღუმელშივე შეგიძლიათ ეს გააკეთოთ. და კარაქი რომ galweba, უკვე თქვენი ხორცი მზად იქნება, რა თქმა უნდა, მიდიუმი იქნება, კარგად, იმიტომ რომ კარგად გამომშალ ხორცს უკვე ის გემო, ის არომატი აღარ აქვს. გამოვიყოთ ჩვენი ხორცი. აი. ჩვენივრად გამოიყურება. აი ამ კარაქმა განსაკუთრებული არომატი მიცა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღუმელიდან რომ გამოიღებთ, ეგრევე არ დაჭრათ, ერთი გააჩეროთ, იმიტომ რომ უცბად რო ჭრით, მთელი ეს წვენი, მთელი ეს ის გარეთ გამოდის და ამიტომ ჯობია რომ ერთი წუთი გააჩეროთ, რომ დაისვენოს, ასე ვთქვათ, ხორცმა და მერე დაჭრათ. ან შეგიძლიათ უკვე პირდაპირ ესე პორციულად მიართვათ სტუმრებს, ჩვენთან რესტორანში მაგალითად პირდაპირ მთლიანი ფილე მინიონები მიდის და თვითონ უკვე სტუმარი ჭრის. ხო, გავათბოთ ახლა ჩვენი სოკო, ჩვენი соуსი, სანამ დაისვენებს ხორცი. ეს არის ასე ვთქვათ ჩვენი გარნირი, ბალიში, საოცარი არომატია ჩემს სამზარეულოში. სოკოსი. მე მგონი ერთ-ერთი ყველაზე არომატული სოკოა და დარწმუნებული ვარ ამ გადაცემის მერე ყველას მოუნდება ამ კერძის მომზადება. ისეთი გემრიელია, რომ მართალი გითხრათ, არ ვიცი, ნიყს ჩამოუვარდება თუ არა. აი, соусიც მზად არის. ხა დავჭრათ ჩვენი სტეიკი. აი ხედავთ, მიდიუმი არის, ვარდისფერია შიგნით. ძალიან მნიშვნელოვანია რომ არ გამოაშროთ. აი ხედავთ, როგორი ლამაზი ვარდისფერი წვნიანია. აუცილებლად გავამშრალოთ, ასე ვთქვათ, ხელსახოთზე. დაიწრიტოს წვენისგან და მერე უკვე ავაწყოთ ოდნავ მარილი. და აი ავაწყოთ ჩვენი გვერდზე
ესეთი შვენიერი სადღესასწაულო კერძი გამოგვივიდა. გავაფორმოთ ცოტაოდენი ტარხუნით, იმიტომ რომ ტარხუნა ძალიან უხდება, როგორც გითხარით, სოკოს. და ფერად იწეცაკ. სულ ეს იყო ჩვენი ვარიაციები, ასე ვთქვათ, მიქლიოზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ აუცილებლად გააკეთებთ ამ კერძებს და სხვანაირად შეხედავთ ამ სოკოს და აუცილებლად ჩასვამთ საზაფხულო მენიუში. მე ამით გემშვიდობებით და გემრიელ დღეს გისურვებთ. ნახვამდის.